მოგესალმებით. მოგილოცავთ ახალ 2016 წელს და ქრისტეშობის დღესასწაულს. მადლი თქვენდა და მშვიდობა ღვთისამიერ მამისა და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ყველამ ერთად გავაცილეთ გასული წელი და ახალი იმედებით, ახალი შემართებითა და ძალისხმევით მივეგებეთ ახალ წელს. გვახსოვდეს ყოველი წელი, ყოველი განვლილი დღე გვაახლოებს მარადიულობასთან. ახალი წლის დადგომა მარადიულობის ძახილია ჩვენი გულისკარებთან. მადლობთ უფალს იმ სიხარულისთვის, რაც განიცადეთ გასული წლის მანძილზე. მადლობთ იმ მწუხარებისთვისაც, რაც წილად გვერგო. ღვთისწყალობით კვლავ ვეგებებით სასიხარულო დღეს, ჩვენი მაცხოვრის ქრისტეშობის დღესასწაულს. მიყრუებულ იუდეის ბეთლემში იდუმალი ღამის სიჩუმიდან მოეფინა მსოფლიოს ანგელოზთა გალობა. დიდება მაღალთა შინაღმერთსა, ქვეყანას და ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. მაცხოვრის ამ ქვეყანად მოვლინებით, რომელსაც ასე მოუთმენლად ელოდა კაცობრიობა, ხორცი შეისხა იმედმა და როგორც გალატელთა მიმართ პავლე მოციქულის წერილში ვკითხულობთ, ყოველთა მიიღეს შვილება ზეციური მამისაგან. წმინდა წერილი გვაუწყებს, რომ აღმოსავლეთიდან მოსულმა მოგვებმა ბეთლემის ბაგაში შობილ მაცხოვარს თაყვანისცემის ნიშნად მიართვეს ოქრო, გუნდრუკი და მური. და ჩვენს ამის მსგავსად უძღვნათ უფალს, როგორც საშობაო მსახურების ერთ-ერთ საკითხავში წერია, მიუძღვენით მას წმენა ნაცვლად ოქროისა. სიყვარული კეთილსურნელოვანი ნელსაცხების მაგიერ და საქმენი კეთილნი საქმევრისა წილ. ქრისტეს შობა არის ადამიანის ხელახალი დაბადება, არა ყოლის შემძლეობით, არამედ მსხვერპლშეწირული სიყვარულით. შობა ქრისტესი არის საიდუმლო ღვთის განხორციელებისა. ძე ღვთისა მოგვევლინა ძედ კაცისა, რათა დაცემულნი ცამდე ავემაღლებინეთ. გარდა მოხდა ზეცით და აღიღოთ სოდვანი სოფლისანი, რათა შეემსუბუქებინა ჩვენთვის ტვირთი იმ გზაზე, რომელსაც მივყავართ სოფლის შემოქმედთან. გილოცავთ ქრისტეშობის დიდებულ დღესასწაულს. დაე ბეთლემში შობილმა მაცხოვარმა ჩვენმა, უფალმა იესო ქრისტემ, მშვიდობის ღმერთმა, რომელი დროთა და წელიწადთაგან გვიახლებს, მთელს მსოფლიოს მომადლოს ნანატრი მშვიდობა, კეთილდღეობა, სიკეთე და კაცთა შორის სიყვარული. გიხაროდეთ ჩვენთან არს ღმერთი, ქრისტე იშვა, ადიდეთ იგი.